პირველი გამოკვრა ზემოთავლასისთვის, მეორე დაბლითეს. აი რა გითხრათ რა. მოდი ესე ვთქვათ, ბერეტა, უკვე ბერეტა როა, ეგ არის ძალიან მაგარი რა. და აი ესეთი სიტუაცია აქვს. ზემოთ უყენია ერთჭრილიანი, ქვემოთ უყენია ცილინდრი. ეხლა ამ შემთხვევაში ამას მე აღარ გამოცვლი, ზემოთ სადაც ერთჭრილიანი, იქ ჩავდებ აი ესეთ ვაზნას. 5 34 გრამიანია 5 ნომერი, თვითონ ფირმა, რავი, რა ფირმა, რაღაც არწივია ხატია რა. აი, ეგ იყოს. ერთი აი ამ ტყუას ჩავდებ. ჩავდებ მე ერთსალეს ჟაკანს. ფირმა არის აი ეს. და ვისრე კიდე ერთ კარტრიჯს 35 მეტრიდან. ნახოთ რა ამბებს დაატრიალებს. მიყვარს კაი არაღი როცაა რა, იმიტომ რომ სამო არის საცქერათო რა და აჰა, სამივე აქ არის. ხელში თოფი არის კარგი. თლად ხელმოკლე ხალხისთვის არ არის. ანუ მე დაბალი ადამიანი ვარ და ხელმოკლეცა ვარ. ანუ მე აი ესეთ თოფს ჩემთვის არ ვიყიდი, აი ამ ხელათი მოკლე რო იყოს, იქნებოდა იდეალური, მაგრამ აი ეხლა ეს არის ჩემთვის გრძელი თოფი რა და დიდი. ყველა ვარიანტი სანადირო თოფის ყიდვას თუ გადაწყვეტ, არანაირი კატალოგი და რაღაც არა, მიდით ხელი მოკიდეთ, აიღეთ, ნახეთ ტანზე როგორ გერგებათ. მე ამას ყوار გადახერხავ და გადმოხერხავ, მით უმეტეს ეს თოფები ხის მაგარი ძვირი რა. და ბერეტას თოფი რო აიღო და გადახერხო და რაღაცა და შენზე მოიდგო, არა